მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს სამშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოგიერთით საბავშვო რუბრიკის და დღეს რუბრიკაში ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე საუბარს, განსაკუთრებით მშობლებისთვის. 21 საუკუნეში, მაშინ როდესაც გარემო ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა, მაშინ როდესაც არსებობს гаджеტები, ძალიან რთულია ბავშვები დააინტერესოს სწავლით. მშობლები დღეს ხშირად გამოთქვამენ წუხარებას იმის შესახებ, რომ ძალიან უჭირთ ბავშვები მიიყვანონ სასწავლო პროცესამდე და ეს პროცესი იყოს მხიარული. ამიტომ მშობლებს ძირითადად უწევთ, რომ აიძულონ, შეასრულონ საშინაო დავალებები, აიძულებენ, რომ იკითხონ და ეს ყველაფერი მიდის ძალიან სტრესულ გარემომდე და პროცესამდე. ამიტომ დღეს სტუმართან ერთად ვაპირებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს სწავლა. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის და რა როლი აქვს როგორც პედაგოგს, ასევე მშობელს სახლში. დაჩი ნანობაშვილი მინდა მოვიწვიო ახლა პირდაპირ ეთერში, პედაგოგი, რომელთან ერთადაც უფრო ხლად და დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე. დაჩი, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ძალიან ესეთი კომპლექსური თემაა და ესეთი სასაუბროა ნამდვილად. მაშინ როდესაც ესე გარემო ასეთი მრავალფეროვანია და ძალიან რთულია რომ ბავშვი რაღაცით დააინტერესო. ვისაუბროთ იმაზე თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. თუმცა მოდით დავიწყოთ საუბარი იმით. თამარ გაგოშიძე ერთ ინტერვიუში ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ძალიან მოსაწყენი გაკვეთილები მქონდა მე, მაგრამ გარემოში, ანუ გარშემო ისეთი საინტერესო არაფერი ყოფილა საინტერესო, რომ თქვა ეს ჩამენაცვლებინა და ისევ გაკვეთილს უბრუნდებოდი ხოლმეო. დღეს არ არის ასე, ხო? რეალურად რა გამოწვევებია ამ მიმართულებით დღეს? ხო, ნამდვილად ასე არის, როდესაც ბავშვს აქვს საშუალება უკვე იმისი, რომ თავისთვის საინტერესო რაღაცები ნახოს ინტერნეტში. სტანდარტული გაკვეთილი, როგორც ვატარებდით, ისეთი გაკვეთილი აღარ არის საინტერესო გასაგებია. ამასთან ერთად მათი გონება რაღაცნაირად გადაერთვა იმ 40 წამიან ვიდეოებზე, TikTok-ზე და ჩვენ რო ვამბობთ, იმასაც რომ ასტრაფებით უყურებენ, ხო? კიდევ. ჩვენ რო ვამბობთ, რომ მაგალითად გაკვეთილი უნდა იყოს სამფაზიანი, პირველი უნდა იყოს გამოწვევის ფაზა, მეორე ფაზა, მესამე ფაზა, შეჭამის ასე შემდეგ. ეს აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ერთ გაკვეთილში შეიძლება სამჯერ მოგიწიოს გამოწვევის ფაზა გააკეთო. რო ბავშვები ჩართო გაკვეთილში. რაც შეეხება მრავალფეროვნებას, სამყაროსთან ერთად ჩვენც მოგვეცა იმის საშუალება, რომ მრავალფეროვანი გავხადოთ გაკვეთილი ტექნოლოგიებით. თუმცა ამასთან ერთად არის სხვადასხვა მეთოდები, როგორ შეიძლება ბავშვი დავაინტერესოთ. უпростоრად მისი ყურადღება მივიპყროთ. აი ეს არის ძალიან რთული, რომ გაკვეთილის პროცესში მას მოუნდეს მოსმენა ან ჩართვა გაკვეთილში. მე ვამბობ თან მასიურად, ხა რამდენიმე ბავშვს ჩართავ გაკვეთილში და აინტერესებს და უყვარს ვთქვათ მათემატიკა და ასე შემდეგ. ახლა მე როდესაც ვსაუბრობ, მე ყოველთვის ვგულისხმობ დაწყებით კლასებს, იმიტომ რომ იქ ვიცი როგორ უნდა იმოქმედოს მასწავლებელი. მაგალითად მე თუ შევალ კლასში და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მიზანი მაქვს, მაგალითად, რომ რაღაც 10 მაგალითი უნდა გააკეთოს მეორე კლასებმა პირობითად და ამას ჩამოვწერ დაფაზე და ვეტყვი, რომ გადაიწერეთ და მიუწერეთ პასუხები, ეს არ იქნება საინტერესო. ვიღაც გააკეთებს, ვიღაც უხალისოდ გააკეთებს, ვიღაც ვერ გააკეთებს, ვიღაც სწრაფად გააკეთებს, ვიღაც ჩამორჩება. გაკვეთილის პროცესი არ იქნება აბსოლუტურად საინტერესო. მაგრამ სულ მცირე რაღაცას თუ დავამატებ, მაგალითად, მიზანი ხო ის მაქვს, რომ ამ 10 შეკრების თუ გამოკლების დროს იფიქრონ და ეს გონებაში მიუმატონ გამოაკლო. ხო, ეს არის ჩემი მიზანი. მე შემიძლია უბრალოდ მათ წითელი და მწვანე ბარათები დაურიგო. მე თვითონ მიუწერო პასუხები დაფაზე, პაუზები გავაკეთო და სპეციალურად შეცდომები დაუშვა. ეს მოსწონთ და მაგალითად წითელი ბარათი აწვიონ, როცა შემეშლება. როცა სწორად დავწერ, მწვანე ბარათი აწვიონ. მცირე ელემენტი დავამატოთ ამაშის. ასეთ დროს მათი ასეთი ხრიკები ძალიან კარგად იყო ხოლმე გამოყენებული ტელესკოლაში ჩვენს მაყურებელს კიდე უფრო წუთი ვიყავი, იმიტომ რომ იქ არ მყავდა ბავშვები და სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ რა გავაკეთო ისეთი, რომ ისინი არ ადგნენ და არ გავიდნენ გვერდზე ოთახში. იქ კიდე უფრო წუთ დღეში ვიყავი, ხო. აქ კიდე ვიცი, აქ მასწავლებლებს სხვადასხვა მეთოდები გვაქვს. ხმის ტემპის აწევა, დაწევა, იქ მისვლა, ყურში ჩაჩურჩულება და ასე შემდეგ. ძალიან რთული იყო. სხვათა შორის აი თავიდან ერთი კვირა მჭირდებოდა, რომ 1-15 წუთი დამეგეგმა ტელესკოლისთვის. ხო, მე მივეჩვია და რაღაც რომ ნახე რომ უყურებდნენ და
აგროვებდა ნახვებს ეს ვიდეოები, უკვე მივხვდი რა მიმართულებით უნდა მეულო. უდიდესი როლი შეასრულა ტელესკოლამ აი ამ პერიოდში, პანდემიის პერიოდში, როდესაც ძალიან რთული იყო ყოველთვის ცხოვრება, ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთული იყო და მე მახსოვს როგორ იყვნენ მიჯაჭვულები ტელესკოლამ. სხვა შორის ახლაც იყენებენ მასწავლებლები და მეც გამომიყენებია ჩემი ვიდეო გაკვეთილზე. კონკრეტული თემის ახსნის დროს რაღაც 5 წუთიანი მონაკვეთი ჩამირთავს, დაპაუზებით გვიყურები ამ 5 წუთიანი მონაკვეთისთვის ბავშვებთან ერთად და გვისაუბრია და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და ცოტა ისეთი გამოუგნებელი, როცა მე ეკრანზე ვიყავი, უფრო ისმენდნენ, როცა მე იქ ვიყავი და ვისაუბრებდი. ეკრანზე უფრო უსმენდნენ დაჩის. დაჩი, განვაგრძოთ საუბარი. ერთ-ერთი ძალიან ისეთ საკითხს მინდა შევეხო. მშობლებს რა თქმა უნდათ, რომ მათი შვილები იყვნენ ბეჯითების სიახლეებს მომზადებული შეხვდნენ. და ხშირად ხდება ისე, რომ ვიდრე პირველ კლასში შევა ბავშვი, მანამდე ასწავლიან წერას, კითხვას, ციფრების ცნობას, მიმატებას, გამოკლებას. მართალია ვიწრო ფარგლებში, მაგრამ მაინც ასწავლიან. რამდენად რეკომენდებულია ეს? ანუ უფრო ეხმარება ბავშვს, რომ წინასწარ იცის, თუ უკარგავს ინტერესს შემდეგ უკვე, როდესაც ამ ეტაპზე მივლენ? ადრეც არაერთხელ მithქვამს, თუ ბავშვი იჩენს ინტერესს, მან შეიძლება უბრალოდ კითხვები დასვას, რა წერია ქუჩაში რო დადის, რა ასოა და ასე თავად მიხვდეს რა რას ნიშნავს და წაიკითხოს კიდევაც, აი რაღაც პატარა სიტყვების კითხვა ისწავლოს და ამაში ხელი უნდა შეუწყოთ, რა თქმა უნდა და ამაზე არ უნდა უთხრათ, რომ ახლა არ გეტყვი და სკოლაში მიხვალე. ან იგივე ანგარიში და ასე შემდეგ, ხო, ეს თუ თავად იჩენს ინიციატივას, რაღაცებს ალაგებს და ასე შემდეგ, კი ბატონო, ამაში შეუწყოთ ხელი, მაგრამ ჩვენ ნუ გამოვიჩენთ ინიციატივას, ჩვენ ნუ დავიწყებთ იმის სწავლებას, რაც მათ სკოლაში უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ბევრი სხვა რამ შეგვიძლია ვასწავლოთ. თავისი ნივთების მოწესრიგება, დამოუკიდებლად ჩაცმა, თასმის შეკვრა და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად არის ბავშვი არის მეორე, მესამე კლასში, მოდის სკოლაში ეკითხები, რომ ეს ნივთი გააქვს და გეუბნება, რომ არ ვიცი. იმიტომ რომ მას არ ჩაულაგებია ჩანთა, ხო? იმიტომ რომ მშობელი ნერვიულობს, რომ მე თუ არ ჩაულაგებ, მას ეს დარჩება. მე თუ არ ვადგები თავზე, დავადგები თავზე, დავალებას ვერ გააკეთებს. შეეშლება და მუდმივი აი ეს რაღაც კონტროლის ქვეშ არის ეს ბავშვი და დამოუკიდებლობას ვართმევთ მას და სკოლაში მისვლამდე ეს ვასწავლოთ ჯობს, ვიდრე ვთქვათ ის მიმართულებები, რაც სკოლაში უნდა ისწავლოს. განსაკუთრებულად არ არის რეკომენდირებული, რომ წერა ვასწავლოთ. ხატვას არ გულისხმობ და ფერადი ფანქრებით რაღაცების კეთებას, როცა თავისუფალი. როდესაც ის უნდა კონკრეტულ რაღაცა მონახას მიყვეს და არ უნდა შეეშალოს და ლამაზად და ეს დაძაბული ხელი ეს ძალიან იძაბება ბავშვის და ეს არ არის რეკომენდირებული და ეს არ უნდა გავაკეთოთ არც ერთ შემთხვევაში. თვითონ თუ უნდა რაც უნდა აკეთოს ესე ხატოს. მიმატება გამოკლებაც ჩვენ მოვასწავლეთ. თუ თვითონ რაღაცას მეკითხება, უპასუხოთ. მისი ინტერესები დავაკმაყოფილოთ მაქსიმალურად, მაგრამ ჩვენ ნუ გავხდებით ინიციატორები. იგივე წერასთან დაკავშირებით მე მგონი ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ძალიან კარგი მეთოდია, რომ მაგალითად პატარა ჯამში ქვიშა ჩავყარო და თითით დაწეროს, აი თითით მოხაზოს. თუნდაც რიცხვები ან ასოები, ეს სხვა აქტივობა. ზურგზე ხელით დავაწეროთ და მიხვდეს რა ასო დავაწერე ან რა რიცხვი დავაწერე. თამაშად ვაქციოთ თუ მას ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენ ნუ დავსვავთ. ნუ დავიწყებთ მასთან მუშაობას, აი ამ გასაგებია. დაჩი, კლასის ფსიქოლოგიაზე რომ ვისაუბროთ, თქვენ იმდენ ბავშვთან გაქვთ შეხება, ყველა ინდივიდუალური ვართ, ხო? ბავშვები მით უმეტეს უფრო ესე გამოკვეთილად არის ხოლმე. ზოგ ბავშვს უყვარს თქვა წინამერხზე ჯდობა, ზოგს უკანა მერხზე, ზოგი აქტიურობს და მას ხელს იწევს, ზოგი პირიქით სულჩუმად არის. აი ასე დროს, როდესაც მშობლები ღელავენ ხოლმე თავის შვილზე, რომელიც არ გამოთქვავს ინიციატივას, რომელიც არ არის ძალიან აქტიური. რა რჩევას მისცემთ ან უნდა დავაცადოთ და დაიყვნენ ასე მშვიდად, თუ პირიქით რაღაც ძალებს უნდა მივმართოთ და გავააქტიუროთ, მოვუწოდოთ, რომ აი უფრო აქტიური გახდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, თუ ბავშვი მორცხვია? ორ მიმართულებას გამოყოფ. ერთი არის, როდესაც ბავშვი მაგალითად ნელა მუშაობს და სწრაფად არ მუშაობს. თუ ის თუნდაც სახლში იყოს და გაკვეთილს ამზადებდეს, ან სკოლაში იყოს და მასწავლებლის დაკვირვების ქვეშ იყოს. თუ მას დრო ეწელება იმის გამო, რომ კონკრეტულ რაღაც დავალებაზე არ აქვს ფოკუსირება და ეფანტება ყურადღება და გარშემო ყველას ელაპარაკება და მოუბრუნდება 10 ჯერ, ამ შემთხვევაში კი ბატონო, მივცეთ შენიშვნა, რომ მან კონცენტრირება მოახდინოს.
მაგრამ თუ ის უბრალოდ ნელა მუშაობს, მისი ტვინი რაღაცეებს ხარშავს, რაღაცეებს ამოწმებს, ამ შემთხვევაში არ ღირს რომ დავაჩქაროთ. საგაკვეთილო პროცესში აქტიურობას რაც შეეხება, აქ უკვე მასწავლებელი უნდა მიხვდეს რა ხდება, ხომ არ არის დაბალი თვითშეფასება, ხომ არ აქვს რაიმე შეცდომის დაშვების შიში მაგალითად, ხომ არ არის კლასში ისეთი გარემო, რომ შეცდომაზე არასწორად რეაგირებენ ბავშვები. ასეთი შემთხვევა თუ არის, მაშინ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ჯერ რომ ეს გარემო შევქმნათ ჯანსაღი. და ასეთ მოსწავლესთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას დრო ჭირდება. ჩასაფრებული უნდა ვიყოთ, რომ როგორც კი ის ხელს აიწევს და თუნდაც არასწორად გვეტყვის, ამაზეც კი რეაქცია გქონდეს, შეუქოთ მცდელობა, უთხრათ, ხშირად ვაკეთებ ხოლმე, როდესაც არასწორად მპასუხობს ბავშვი. პირდაპირ იმას კი არ ვეუბნები, რომ არ არის სწორი და აი ეს არის სწორი. ვეუბნები, რომ მართალი იქნებოდი მაგალითად რო ეწეროს მიმატება, მაგრამ ახლა პირობაში გამოკლება გვინდოდა და ამიტომ გააგრძელებ ფიქრი, ხო? კი, ასე ნელ-ნელა სხვებიც ხედავენ, რომ წახალისებული არის ბავშვების აზრი, ცდელობა, შესაბამისად ის სტრესი იწევს დაბლა, რომ აი ვაიმე არ შემეშალოს, რომ ამაზე არ გამიბრაზდნენ და აი რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ აქტიურობა, ხო? ერთი არის რომ სულ ხელს იწევს, მეორე ჩუმად არის და ურჩევნია, რომ ზოგჯერ იცის პასუხი, მაგრამ არ თქვას, ხო? ასეთ შემთხვევაში უკვე მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მისი, ვთქვათ, გააქტიურება. გასაგებია. დაჩი რაც არის ჩვენი მთავარი თემა, როგორ შევაყვაროთ ბავშვს სწავლა. მშობლებს ვისაც ეცნობათ ახლა ეს სიტუაცია, დარწმუნებული ვარ თქვენგან ისურვებდნენ რომ მიიღონ გარკვეული რჩევები. მოვიდა ბავშვი სკოლიდან, ითამაშა, მიირთვა, გააკეთა ყველაფერი, მაგრამ არაფრით არ უნდა რომ დაიწყოს სწავლა. ამ შემთხვევაში რა არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები მშობლების მხრიდან და პირიქით რა იქნებოდა კარგი რომ უფრო დავაინტერესოთ და ეს არ იყოს რუტინა, რომელიც უბრალოდ არ უნდა რომ გააკეთოს ბავშვმა. რასაც ხაზი მინდა გავუსვა, ერთი არის ბავშვების გადაღლილობა. რამდენი საათი არიან სკოლაში, შემდეგ კიდე შეიძლება მასწავლებელი ყავდეს, რაღაც აქტივობებზე დადიოდეს და მოკლედ ეს ბავშვი თუ ზის და მეცადინეობს. ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ მას არ უყვარს ეს პროცესი, არის რომ ძალიან დატვირთულია. შაბათ-კვირასაც შეიძლება. ერთ-ერთი მიზეზი არის ეს ნამდვილად. ამასთან ერთად როდესაც ბავშვმა უნდა დაიწყოს მეცადინეობა, ხშირად უშვებენ მშობლები ასეთ შეცდომას. მაგალითად რაღაცას თამაშობს, ან ტელევიზორს უყურებს, ან იმ წუთში ადექი სასწრაფოდ დაიწყო. ხო, აი ახლავე, ხო? რაღაცა გიჩდება ადამიანს ის რომ არა. ხო, ამიტომ იგივე დაძინებაზე არ აქვს მნიშვნელობა რა რაზე ვაკეთებთ ამ პირდაპირ მინიშნება. შეიძლება უთხრათ რომ რამდენ ხანში 5 წუთი, ის 5 და 10 წუთი შეიძლება იმ ჭიდაობაში წავიდეს და გავიდეს რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ. იგივე თუ ვატყობთ ბავშვს რომ გადაღლილია და ეტყობა ბავშვს ეს მეცადინეობის პროცესში, შეგვიძლია შევასვენოთ, გავიდეს თავის ოთახში, ითამაშოს, ან ჰაერზე გაისერნოს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვამჩნევთ, რომ მას ფიზიკურად აღარ შეუძლია, ნერვები აქვს მოშლილი, ხომ, დაღლილია, არ ღირს, ამ დროს შემეცნება ძალიან რთულია მოხდეს. ამ დროს შეიძლება უბრალოდ ფორმალურად რაღაცები გააკეთოს, კიდევ უფრო დაიღალოს, დაისტრესოს და შესაბამისად ეს პროცესი ძალიან არასასურველი იქნება. სხეული იგივე პირობებში რო იქნება, სხეული ეტყვის რომ ეს არ ვარგა, არ გინდა, ხო? ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. და კიდევ ერთხელ რითიც დავიწყემით დავამთავრებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვები არ გადავქანცოთ. კი ბატონო. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, დაჩი. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ დაჩი ნანობაშვილი იყო რუბრიკის სტუმარი. მასთან ერთად გემშვიდობებით, ყველას წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, ჩემი თაყვანისცემა ბატონ დაჩის, არაჩვეულებრივ ადამიანს, არაჩვეულებრივ პედაგოგს, ბედნიერი ერი, რომელსაც ასეთი პედაგოგები ყავს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. არ გავზარდებოდეთ, დიდი მადლობა.